საქმე წმინდათა მოციქულთან. თავი მეათე. კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს. ასისთავი ტომისაგან, რომელსაც ჰქვიან იტალიკე. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაი ყოვლით თუ სახლეული თვისით. იქმოდა ქველის საქმესა მრავალ საერთსა შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. იხილა მან ჩვენებით განცხადებულად თვითარ მეცხრესაოდენ ჟამსა მის დღისასა, რამე თუ ანგელოზი უფლისაი მოვიდა მისა და რქუა მას კორნელიე და მან მიხედა მას და ზარი განხდა და რქუა მას რაიარს უფალო, ხოლო მან რქუა მას ლოცვანი და ქველის საქმენი შენი აღვიდეს სახსენებლად შენდა წინაშე უფლისა. დაწმიავლინენ შენ იოპე და კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსაც ჰქვიან პეტრე. ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომელსაც ტაძარი არს ზღვასა. დავითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას. მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისკაცსა კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა და უთხრა მათ, ესე ყოველი და წარავლინა იგინი იოპედ. და ხვალისაგან მირაივიდოდეს იგინი გზასაზე და ქალაქსა მიიახლეს. ახდა პეტრე ერდოსაზე და ლოცვად ჟამსა მეექვსესა. რამე თუ შეემშია და უნდა პირისა ხსნაი. და ვიდრე იგი იმზადებდეს მას, იყო მისზე და განკვირვებაი და ხედვიდა ცათა განხმულთა. და გარდამავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა, ოთხთაგან კიდეთაზე დამოკიდებულსა ზეცით ქვეყანად. რომელსა შინა იყო ყოველი 4 ფეხი და ქვეწარმავალი და მხეცი ქვეყანისაი და მფრინველიც ისანი. და იყო ხმა იმისა მიმართ, აღდეკ პეტრე დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და რქუა, ნუ იყოფინ უფალო, რამე თუ არასადა შეგინებული და რაწმინდა შესრულას პირსა ჩემსა. და მერმე ყოლად მეორედ ხმა იყო მისა მიმართ და თქვა, რომელი იგი ღმერთმან წმინდაყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. ხოლო ესე იყო სამგზის და ყოლად ამაღლდა ჭურჭელი იგი მონვეზეცად. და ვითარ იგი განიზრახვიდა პეტრე გულსათვისა, ვითარ მე რაიმე იყოს ხილვაი ესე, რომელი ეჩვენა მას. და აჰა ესე რა კაცნი იგი, რომელნი კორნელიოსისაგან მოვლინებულ იყვნენ, იკითხვიდეს სახსა სიმონისა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა. და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკეთო სიმონისი, რომელსაც ჰქვია პეტრე, ვანი აქა არსა. ხოლო პეტრე ვიდრეღა იგი გულის რახვად დგა, ჩვენებისა მისთვის რქუა მას სულმან წმინდამან. აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ. არამედ აღდე და გარდაგვალე და მივედ მათთანა და ნურარას ორგულებ. რამე თუ მე მომივლინებიან იგინი. და გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათთანა მოვლინებულთა კორნელიოსის მიერ და რქუა, აჰა ესე რა მე ვარ, რომელსაც თქვენ მეძიებთ. აწ რაიარს მიზეზი, რომლისათვის მოსულ ხართ, ხოლო მათ რქვეს კორნელიოს ასისთავმან, კაცმან, მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელიც წამებულ არს ყოვლისაგან ათისავისახურიათა ისა ბრძანებაი მოიღო ანგელოზისაგან წმინდისა, მიყვანებად შენ და სახსა თვისა და სმერად შენგან სიტყვათა. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათთანა. და ვიეთნიმეც მათაგანიცა იოპით მიჰყვეს მისთანა. და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლტომი მისი და საყვარელნი მეგობარნი მისნი. და იყო შესვლა სამეს პეტრესა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეურდა ფეხთა მისთა და თაყვანის ცამას. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და რქუა მას, აღდეკ, რამე თუ მეცა თავადი კაცივე ვარ. და იტყოდეს თანად და შერაივიდა შინა, ოვნა მუნ მრავალი შემოკრებულნი. და რქუა მათ პეტრე, თქვენ თვით უწყით ვითარმედ, არაჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლება წარმართა, ანუ შეხება უცხო თესლთა. და მე მიჩვენა ღმერთმან, რაითა არავინ კაცი შევრაცხო დილწად და არაწმინდად. ამისთვის უცილობელად შემოვედეთ თქვენ და მოვედრაი აწ უკვე მაუწყეთ, რომლისა სიტყვისათვის მომხადეთ მე. რქუა მას კორნილიოს. მეოთხი დღიდან, ვიდრე აქა ჟამადამდე ვიყავ მარხული. და მეცხრესა ჟამსა ვილოცებთ რა ისახსა შინა ჩემსა და აჰა ესე და დადგა კაცი წინაშე ჩემსა 60 ბრწყინვალითა. და მქუა მე, კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენი და ქველის საქმენი შენი მოიხსენეს წინაშე ღმრთისა. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსაც ჰქვიან პეტრე. ამას ვანი დაუც სახსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა. ზღვის კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეთხოვდის შენ.
და მუნდქვესვე წარმოვავლინე შენდა და შენ კიეთილად ხავ რამე თუ მოხვედ. აწესერა ჩვენ ყოველნი მოსურვათ წინაშე ღმრთისას წმინდა ყოვლისა ბრძანებულებისა შენ და უფლისა მიერ. აღაღო პეტრე პირითვისი და თქვა, ჭეშმარიტად ვიცი რამე თუ არა არის თვალღება ღმრთისათანა, არამედ ყოველთა შორის თესლთან, რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა სათნომისა არს. სიტყვა იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაელიცათა მახარებლად მშვიდობისა იესო ქრისტეს მიერ, ესე თავადია სულფალი ყოველთაი. თქვენ თვით უწყით სიტყვა იგი, რომელი იყო ყოველსაზე და ურიასტანსა, რომელმან იგი იწყო გალილეაით შემდგომად ნათლისცემისა, რომელცა იგი ქადაგებდა იოვანე. ესე იესო ნაზარეველსა, რომელცა იგი სცხო ღმერთთან სულითა წმინდითა და ძალითა, რომელი იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამე თუ ღმერთი იყო მისთანა. და ჩვენ მოწამე ვართ ყოველთათვის, რომელნი ქმნა სოფელსა მას ურიასტანისასა და იერუსალემს შინა, რომელცა იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. ესე ღმერთმა აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაი. არა ყოვლისა ერისაი, არამედ მოწამეთა ამათ რჩეულთა წინასწარვე ღმრთისა მიერ. ჩვენ რომელნი მისთან დავჭამდით და ვსვემდით, შემდგომად მკვდრდით აღდგომისა მისისა. და მამცნო ჩვენ ქადაგებათ ერისა და წამებად. რამე თუ იგი თავადი არის განჩინებული ღმრთისა მიერ, საჯული ცხოველთა და მკვდართაი. ამას ყოველნი წინასწარმეტყველნი ეწამებიან, მოტევებასაც უდროთასა მოღებათ სახელითა მისითა ყოველთა, რომელთა რწმენეს მისა მიმართ. და ვიდრე იგი იტყოდაღა პეტრეს სიტყვათა ამათ, მოვიდა სულიწმინდაი და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყვა იგი. და დაუკვირდა წინა დაცვეთილებისაგანთა მორწმუნეთა რაოდენი იგი შევიდეს პეტრესთანა, რამე თუ წარმართთასა ზედა ნიჭი იგი სულისაწმინდისაი მიფენილავს. რამე თუ ესმოდა მათ იტყოდეს რა ენათა და ადიდებდეს ღმერთსა, მაშინ მიუგო პეტრე და რქუა, წყლისაგან ნუ რა იყენება იარსა, არანათლისცემაი ამათი, რომელთა ესე სულიწმინდაი მიიღეს, ვითარცა იგი ჩვენ. და უბრძანა მათ ნათლისღება და სახელითა იესო ქრისტესითა, მაშინ ევედრნეს მას, რაითა დაადგეს მათთანა დღე რაოდენიმე.